ესეთი გზა ავირჩიეთ, რომ შეგვეხედა იმ მონაცემებისათვის, რომელიც არის საქსტატზე გამოქვეყნებული და რომელსაც აწვდის პენტენციური სამსახურები. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით რამდენი ჟავრდებული იყო და რამდენი დარჩა, თქვათ, იანვარში შეწყალების შემდგომ. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლება ძალიან ისეთი მაღალია ზოგიერთ დაწესებულებასთან მიმართებით. თუ დაბალი რისკის დაწესებულებაში შემცირდა ჟავრდებულთა რაოდენობა 9%-ით, ნახევარდღიათების დაწესებულებაში 7%-ით, დახურულების დაწესებულებაში 8%-ით, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში ჟავრდებულ პატიმართა რაოდენობა ერთბაშად შემცირდა 15%-ით. ანუ თუ იყო დეკემბრის მონაცემებით 220 ჟავრდებული მაღალი რისკის დაწესებულებაში, იანვრის მდგომარეობით 186 ჟავრდებული იყო დარჩენილი. ქართული ოცნებისვე კანონით განსაზღვრული განსაზღვრება რომ ვნახოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის ჟავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, მისი ავტორიტეტი, დანაშაული ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლმსაწინააღმდეგო შედეგი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლინებული ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, ან შეიძლება შეუქმნას გარშემომყოფებს.